ბატონო მურო დანაშაულს აღიარებთ როგორ ჩაითრიეთ ამ სქემაში პატარა ბავშვები არასრულწლოვნების კრიმინალური ბანდის მეთაური მურო იგივე მურმან ქათამაძე შაბათის ეთერის კამერამ სასამართლოს ეზოში იმ დროს გადაიღო როდესაც მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა და ციხეში გადაყვანამდე ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა ალბათონო მაინტერესებს თქვენ ქმარს საიდან ქონდა თანხა არ ინტერესდებოდით უკაცრავად ეს არის პირველი ინტერვიუ 37 წლის მუროს ცოლთან რომელიც სოციალურად დაუცველ მოზარდებს საგანგებოდ არჩევდა მათზე ზეგავლენას ახდენდა ან აშანტაჟებდა შემდეგ კი მაღაზიებიდან პროდუქტების მათ შორის კარაქის ყავის სიგარეტის და ალკოჰოლის მოპარვას აიძულებდა თანხის დიდი ნაწილი მუროსთან რჩებოდა მოზარდებს კი მხოლოდ პურის ფულს უტოვებდა უკაცრავად თქვენი ქმარი სოციალურად დაუცველ ბავშვებს საგანგებოდ არჩევდა ბატონი მურო ამ დაჯგუფების ლიდერი როგორ არიცით თქვენი მეუღლე აქ ალბატონო და გაჭირვებულ ბავშვებს არჩევდა საგანგებოდ და უშვებდა საქურდლად უკაცრავად შეგიძლიათ მითხრათ რამდენი სოციალურად დაუცველი მოზარდი გახდა მურმან ქათამაძის იგივე მუროს ორგანიზებული ჯგუფის წევრი ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის ამ ეტაპზე დაკავებულია 2 თუმცა იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე 9-დან 12 წლამდე ბავშვი თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებამ არასრულწლოვანთა კოდექსის შეზღუდვის გამო ვერ დააკავა მურო არჩევდა სოციალურად გაჭირვებულ ბავშვებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვყავს 2 ამსრულებელი, ვინც პასუხისგებაში არის მიცემული. მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ცალსახა არის, რომ არასრულწლოვანთან მას კომუნიკაცია ჰქონდა და გარკვეული პრინციპით არჩევდა არასრულწლოვანს. ასევე გვყავს 14 წლის ასაკის მიუღწეველი პირები, რომლებიც ასევე ჩართული იყვნენ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ეპიზოდებში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის მიღწეული პირები არ არიან და შესაბამისად მათ მიმართ დევნა ვერ განხორციელდა. გაჭირვებულ და მცირეწლოვან ბავშვებს დანაშაულებრივ სქემაში ჩასართავად 37 წლის კაცი სპეციალურად არჩევდა, რადგან იცოდა, რომ თუ მათ ვინაობას ქურდობის დროს პოლიცია დაადგენდა, ვერ დააკავებდნენ, თავად კი გადარჩებოდა და ხელშეუხებელი დარჩებოდა. ამ ფაქტს შაბათის ეთერს ერთ-ერთი მოზარდის დედაც udasturებს. არ აღიარა დანაშაული. სკოლაში დადის თქვენი შვილი ქალბატონი? არა, არასრულწლოვანი მე-9 კლასზე დაამთავრა. იცნობდა მუროს როგორ ჩაითრიეს ამ სქემაში? არ იცნობდა. მითხარით ის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის? სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ არის რეგისტრირებული, მამა გარდაცვლილი ყავს, დედაც სამუშაოდ არის წასული. ფინანსურად გაჭირვებულები არიან, მაგრამ ბრალი დადასტურებული ხომ არ არის და ჩვენ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება. სად გაიცნო მურო ამ დაჯგუფების ლიდერი? ხა მე არ ვიცი, არაფერს არ ამბობს. მოგახსენებათ, ჩემი კლიენტი არასრულწლოვანია და მისი საუკეთესო ინტერესთან გამომდინარე მე ღრმად ვერ შევალ. მუროს სქემაში ჩართულ მოზარდებს გამოძიება მთელს ქვეყანაში ახლაც ეძებს. მსხვერპლის შესაძლოა ათობით ბავშვი იყოს, რადგან ოპერატიული მუშაობის და ფარული მოსმენების დროს პოლიციამ დაადგინა, რომ მუროს დაჯგუფება წლებია არსებობს. სქემა კი ასე მუშაობდა. 37 წლის კაცი გასაქურდად ობიექტებს წინასწარ თავად არჩევდა. შემდეგ მოზარდები ადგილზე ღამით საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა და გასაქურდად უშვებდა. თავად კი მიმდებარე ტერიტორიიდან აკონტროლებდა. ეგრეთ წოდებული მურო ყველა ქურდობის დროს იმყოფებოდა ტერიტორიაზე? რიგ შემთხვევებში აკონტროლებდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას, რიგ შემთხვევებში იყო სატელეფონო კონტაქტზე არასრულწლოვანებთან და შემდგომში ხდებოდა მათი გადაკვეთა და უკვე ფარულად მარცხენააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ამ ნივთების განაწილება. და ყველა შემთხვევაში მურო არჩევდა ამ გასაქურდ ობიექტებს, ასე ვთქვათ? თითოეულ შემთხვევაში გვიდასტურდება, რომ ორგანიზებას უწევდა მურო, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ობიექტს უთითებდა თავად არასრულწლოვანებს, რომელიც უნდა გაეტეხა და შემდგომში ხდებოდა უკვე არასრულწლოვანების მიერ ობიექტებზე შეღწევა და შესაბამისად ქურდობის ჩატვირთვა. ასე აღმოჩნდა მარტყოფის გზაზე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია მუროს დაჯგუფების სამიზნე. ერთიდან იყო ატვირკით გახსნილი და ატვირკაც მან დარჩა და იქ ტოვებს ხოლმე ძაღლებს. ანუ სახრახნისით გახსნეს? აქედან იყო გახსნილი და გადასული და
გადმოლაგებულიყო ვისკები ყველაფერი და სიჩქარისგან ზაღმარო ყეფა ატეხა ერთი ვისკი და მათი ისე ძახი დარჩა? კი დარჩა არასრულწლოვნების ბანდამ თურქეთის მოქალაქის მაღაზიაში ღამით ფანჯრიდან შეაღწია. დილით სამსახურში მისულ კაცს კი ობიექტი პრაქტიკულად სარიელი დახვდა. ზარალი ათასობით ლარია. წაიღეს აქ საწყობიც ეგ არის იყო დი გაქულაგია აი აქ ვისკები ყველაფერი და ზემოთ აროზე ულაგია ყველანაირი სიგარეტები კლიანი სიგარეტებია ჩამოღებული რა არ ვიცი რა იქცნენ და ანუ იცოდნენ რომ 11 საათის მერე აქ აღარ იყო. ალბათ კონტროლზე ყავდნენ იმიტომ რომ წინა იმაზეც გატეხეს დეკემბერში და ეხლაც მეორედ მოხდა ეს ამბავი და ფაქტია ზარალი რამდენია? ზარარ ნეკადარდიო Ablacığım 7000 lira. 7000 ლარამდე მაქვს ქურდობის ფაქტს რომ მურო იგივე მურმან ქათამაძე თავად აკონტროლებდა ეს ადგილზე კამერებმაც გადაიღეს. მასალაში ჩანს მისი ავტომობილი, რომელშიც ნაქურდალ სურსაც მოზარდები ალაგებენ და ტერიტორიას მუროსთან ერთად ტოვებენ. აი აქ ვინც ელოდებოდა მისი ავტომობილიც ჩანდა? კი პლუსი მანქანით იყვნენ მოსულები თეთრი პლუსი. პლუს არაბაინა დიახ ვიღაც მურო ელოდებოდა აქ ამ არ ვიცი ვინ ელოდებოდა ეხა მაგდენი არ მაგრამ ვიცი ელოდებოდა. ალბათ იმიტომ რომ ზაღმარო ყეფა დაიწყო იქეთ გაიქცნენ და იქეთ არის გამჭოლი გზა და ეთყობა როგორც ასჩანს იქ ელოდებოდა და დასოდა წაიღო ავტომობილით მერე გავიდნენ ესე. მოზარდები რომ მურმან ქათამაძეს ტერორში ყავდა, ამას საქმის მასალებიც ადასტურებს. გამოძიების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, როგორ აიძულებს ბავშვებს ობიექტების გაგურდვას თითქმის ყოველდღიურად. თუ მუროს დავალებას ბავშვები ვერ შეასრულებდნენ, მაშინ დაჯგუფების ლიდერი მათ ძალადობით და ცემით ემუქრებოდა. მომისმინე ხა ყლე მორჩი ჩემი დედასოში მეთქი გაინძერით მეთქი მინიმუმ 500 ლარი ეხლა დღეს გჭირდება. აი გეუბნები აი ყაჩაღობა ხო დაგჭირდეს ეს 500 ლარი უჭოლებია. ჩემი დედა თუ არ გადავხიო, სობია შევიდეს, თორე ან დიდი ბიჭო. ეგრე უდრაზო. ჩემი დედა უაძე უყურე. მე ვიყო დედა თუ აი მენა აი მენა ფეხები არ დავალეს. არისო ბიჭო სხვები შემოვიდე და მიიღეს, ხო? ვილა ნუ მაძლევთ იმედებს, ჩემი დედა ცოტა დროზე არ ჩამეცი გაინძერით. ნაძარცვი, რომელსაც მუროს ბანდა აგროვებდა გასაყიდად ვაგზლის ბაზრობაზე მიჰქონდათ. იქ წინასწარ ყავდა ჩერჩეული მოვაჭრეებიც, ვინც მზად იყვნენ მაღაზიებიდან მოპარული კარაქი და სხვა პროდუქტები მიზერულ ფასად ჩაებარებინათ. გამარჯობა. როგორ ხართ? აუ, აქ რომელი მაღაზია დავუქეს? იქეთ ხარ ეს არის ქალბატონო. იცნობდით ქალბატონ ბზევინარს და თინათის? სპეცოპერაცია მუროს იგივე მურმან ქათამაძის დაჯგუფების წევრების დასაკავებლად ვაგზლის ტერიტორიაზე 27 იანვარს ჩატარდა. აქ კრიმინალურმა პოლიციამ დები, ზევინარ იგივე კატია და თინა ხუბულიები აიყვანა. ორივე მოვაჭრის წინააღმდეგ პოლიციას ჩანაწერები და პირდაპირი მტკიცებულებები აქვს, როგორ იბარებდნენ არასრულწლოვნებისგან ნაქურდალ პროდუქტს და როგორ ევაჭრებოდნენ ფასზე. არასრულწლოვნებს მიჰქონდათ ეს მოპარული ნივთები. კი ბატონო, კონკრეტულ შემთხვევაში ატარებული გამოძიებით ასევე დადგენილი არის, რომ უშუალოდ არასრულწლოვნები ახდენდნენ ამ ნივთების რეალიზაციას ბრალდებულ ქალბატონებთან. არსებობს ჩანაწერები, რა დასტურებს, რომ მათ იცოდნენ. კი ბატონო, სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით არის დადასტურებული წინასწარი შეცნობა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა. უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული დები 20 წელია აქ საბითუმო ბაზარში მუშაობენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის დიდი მოულოდნელობა იყო. შვენიერი ადამიანები იყვნენ და რა გითხრა მეტრით ჩემი ხო ხედა რომ მეტირება რამაც მოგებ მეკითხები. ესეთი კარგები იყვნენ. ორივე დები ხო? ბავშვები მოდიოდნენ ხოლმე. ჩვენ მარაფერი გვინახავს ჩემი კოკა. ბოლოს როდის ნახეთ? იმ დღეს რო დაიჭირეს იმის მერე არაფერი. ესენი ძალიან დიდი ხანია უფრო მეტი ანუ გამოცდილი მოვაჭრეები არიან. ალბათ რა თქმა უნდა ამდენი წლების განმავლობაში მიიღებ გამოცდილებას რა ურთიერთობა გქონდათ? აი შეულებრივი ურთიერთობა როგორც თანამშრომლები ისე ვიყავით ალბათ ყავასაც ვამდით ხოლმე? კი რა თქმა უნდა რა მოხდა იმ დღეს? როგორ ვერ გეტყვით ვერაფერს მე ვერაფერს ვერ ხედავდი მე არაფერი არ ვიცი
10 მუხლით დააკავეს დიანა ანთაძეც, კიდევ ერთი ქალი, რომელიც მუროს დაჯგუფებასთან პირდაპირ ხაზზე იყო. მის დასაკავებლად სპეცოპერაცია გლდანში ამ სახლში ჩატარდა. ირკვევა, რომ არასრულწლოვნებს და მუროს მოპარული პროდუქტები მასთან სახლში მიჰქონდათ. ქალი ყიდულობდა და შემდეგ უბნის მაღაზიებში აბარებდა. გამარჯობა. ბუდიშს გიხდით, ქალბატონი დიანა აქ ცხოვრობს? თქვენ მიხართ? მე ჟურნალისტი ვარ. არა, აქ არ ცხოვრობს. აქ დააკავეს? ნუ იცოდა არასრულწლოვნების მოპარულ. ქალბატონო, თუ შეიძლება. კი, მაგრამ მოპარულ პროდუქტებს რომ იბარებდა, იცოდა. დიანა ანთაძის ოჯახს საუბარი არ სურს. მისი ადვოკატი კი გვიდასტურებს, რომ ქალი მუროს დაჯგუფების წევრი წლების განმავლობაში იყო. დანაშაული აღიარა, მაგრამ მაინც ციხეში გაუშვეს. მან იცოდა, რომ ეს მოპარული პროდუქტები იყო? იცოდა. აღიარებს და აღიარებს, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს. უფრო იაფად ყიდულობდა და ზვირად ყიდიდა რა. მაღაზია ქონდა? მაგითი არჩენდა ოჯახს რა მოკლედ რა. სისტემატიურად იბარებდა მოპარულ პროდუქტს? დიახ. ანუ მუროს დაჯგუფების საკონტაქტო იყო ქალბატონი დიანა? დიახ. იცნობდა მუროს? სახეზე კი და სახელი და გვარი და რამე არის. მურო არასრულწლოვნებს მოპარული პროდუქციის ღირებულებიდან მხოლოდ 20%-ს აძლევდა. დანარჩენს კი თავისთვის იტოვებდა. მოზარდებისთვის დაწესებული ჰქონდა ხარკიც. დღეში მინიმუმ 500 ლარის პროდუქტი უნდა მოეპარათ და მისთვის მიეტანათ. სტავკა იყო 500 ლარი? კი ბატონო, ანუ 500 ლარზე, ანუ კი ბატონო მოხვდა გავრცელებული ინფორმაციაში რამდენჯერმე 500 ლარის მოთხოვნა, თუმცა სხვადასხვა თანხის რაოდენობაზე არის საუბარი. თანხა ნაწილდებოდა, თანხას იღებდა უშუალოდ ორგანიზატორი და ორგანიზატორი ანაწილებდა როგორც ბავშვებზე, ასევე თავისთვის იტოვებდა კონკრეტულ ფულად თანხას. თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვა რაოდენობაზე გვაქვს საუბარი. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ მოქმედებდა წლების განმავლობაში ქვეყანაში კრიმინალური ბანდა, ისე რომ პოლიციამ ვერაფერი გაიგო და ყავდა თუ არა მფარველები ძალოვანებს შორის მუროს, იგივე მურმან ქათამაძეს. მფარველების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ადასტურებს, მაგრამ პროკურორი გვეუბნება, რომ გამოძიება მურმან ქათამაძის წინააღმდეგ სავარაუდო იძულების ფაქტებზეც მიმდინარეობს. შესაძლოა იძულებას ქონდა ადგილი კი ბატონო, თუ გამოგვეკეთება კონკრეტულ შემთხვევაში იძულების, ძალადობის, დაშინების, შუალობითი ამსრულებლობის ნებისმიერი სახის დანაშაული, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ბრალდების მხარე მზაობას გამოთქვამს, რომ კონკრეტული პირის ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დავიწყოთ სისხლსამართლებრივი დევნა. მურმან ქათამაძე ახლა 10 წლიანი მუხლით ციხეშია, მაგრამ თუ დაკავებულიან მისი დაჯგუფების წევრი მოზარდები მუქარაზე ალაპარაკდებიან, შესაძლოა მას ბრალი კიდევ მეტად დაუმძიმდეს.